დღევანდელ ვიდეოში მოგითხრობთ 5 ტრაგიკულ ისტორიას, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ. მე-18 საუკუნის ბოლოს ამერიკის ქალაქი პიკევილი საშიშმა და უცნაურმა დაავადებამ დააპანიკა. 1891 წელს ერთ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. დედა დეპრესიაში ჩავარდა, საწოლიდან აღარ დგებოდა. შედეგად დაავადდა და კომაში ჩავარდა. ორმა ის ექიმებმა ის მკვდრად გამოაცხადეს. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი იყო. ოქტავიას დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ ქალაქის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს უცნაური სენი შეეყარა, რისგანაც ყველა კომაში ვარდებოდა. გარკვეული დროის შემდეგ კი მოდიოდნენ. ამ ამბების შემყურე ოქტავიას ქმარი შიშობდა, რომ მეუღლე ნაადრევად დაასაფლავა და ფიქრობდა, რომ შესაძლოა მასაც საფლავში გაღვიძებოდა. ამის გარდა გარდაცვლილის ექსჰუმაცია გადაწყვიტა და მისი შიში გამართლდა. კუბოს თავსახური შიგნიდან ჩხილებით იყო დაკაწრული. გარდაცვლილს კი ფრჩხილები მომტვრეული და დასასხლიანებული ჰქონდა. მის ცეხეზე შიში ასახულიყო. ქმარმა ოქტავია ხელმეორედ დაკრძალა და საფლავზე ძეგლი დადგა, რომელიც დღემდე არსებობს. მოგვიანებით დაადგინეს, რომ მიდუმალებით მოცული დაავადება ბუზით სეცეს ნაკბენისგან ჩნდებოდა, რაც ძილს იწვევდა. როდესაც ადამიანი პირველ პაემანზე მიდის, იმის ფიქრშია თუ რით დამთავრდება შეხვედრა. ზოგიერთ რომანს მოულოდნელი ფინალი აქვს, მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ დესერტის შემდეგ შესაძლოა ცოცხლად დამარხონ. სწორედ ასეთი ამბავი გადახდა თავს 2014 წლის მაისში 25 წლის ფრანკ ქალს. მინა რამდენიმე თვის განმავლობაში უცხო ბიჭთან ინტერნეტით კონტაქტობდა. შემდეგ მასთან შესახვედრად მაროკოში გაემგზავრა. მინამ მამაკაცთან სასიამოვნო საღამო გაატარა, ბოლოს კი იატაკზე უსულოდ დაენერცხა. იმის მაგივრად რომ მამაკაცს ექიმი ან პოლიცია გამოეძახა, იფიქრა რომ გოგონა მოკვდა და გადაწყვიტა საკუთარ ბაღში დაემარხა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა დიაბეტით იყო დაავადებული და კომაში ჩავარდა. ასე აღმოჩნდა ცოცხლად დამარხული. მშობლებმა გოგონა რამოდენიმე დღის შემდეგ მოიკითხეს და მაროკოში ჩავიდნენ შვილის მოსაძებნად. პოლიციამ შეძლო მინას კავალერის მოძებნა. მან აღიარა, რომ გოგონა დამარხა, სამართალდამცავებმა კი ის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მესამე საზარელი ისტორიის გმირი პენსილვანიელი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც 1893 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს, რის შემდეგაც ქმარმა საკუთარ ეზოში დამარხა, თუმცა რატომღაც მოსვენება დაკარგა. ეჭვობდა, რომ შესაძლოა ცოლი გარდაცვლილი არ ყოფილიყო. მან შვილების დახმარებით მოახდინა გვამის ექსჰუმაცია და აღმოჩნდა, რომ მის ეშში უსაფუძვლო არ იყო. გარდაცვლილი კუბოში ამობრუნებული იყო. ტანის ამოსი შემოხეული ჰქონდა. ტანზე სისხლჩაქცევები და იარები ეტყობოდა, თითები კი სიმწრისგან ჰქონდა მოჭმული. 1927 წელს ანჯელო ჰაისი საფრანგეთის ქალაქ სანქტ-კვენტინში ცხოვრობდა. 19 წლის ახალგაზრდა საკუთარი მოტოციკლით ავარიაში მოყვა და თავით კედელს შეასკდა. უბედური შემთხვევიდან მესამე დღეს ანჯელო დაკრძალეს. სადაზღვევო კომპანიამ საეჭვოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ შვილის გარდაცვალებამდე რამოდენიმე კვირით ადრე მამამ ანჯელო 200,000 ფრანკად დააზღვია. ამის გამო სიკვდილის ადგილზე თავისი ინსპექტორი გაუშვა. მან დაკრძალვიდან 2 დღის შემდეგ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გვამის ექსჰუმაცია მოითხოვა და საოცარი სურათი იხილა. ბიჭი არ იყო გარდაცვლილი, სხეული ისევ თბილი ჰქონდა, გული კი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ფეთქავდა. ანჯელო სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გონს რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა. გაცოცხლების შემდეგ კი ანჯელომ დაიწყო ისეთი კუბოების გამოშვება, საიდანაც დაკრძალული ადამიანი გაცოცხლების შემთხვევაში გამოღწევას შეძლებდა. მეხუთე ისტორია კი ნამდვილად ამოუხსნელ მოვლენად ითვლება. სანტოსების ოჯახში 2 წლის ვაჟი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ოჯახისთვის უდიდესი ტკივილი იყო. ექიმებმა მისი სიკვდილი პარასკევს დილის 7 საათზე ოფიციალურად დაამტკიცეს. ბავშვის სხეული პოლიეთილენის ცელოფანში გახვეული გაატანეს მშობლებს. ბიჭუნას სხეული სასახლეში ჩააწვინეს, ოჯახში კი გლოვა გაისმა. უეცრად გარდაცვლილი ბიჭი წამოდგა. მხილველები ამ ზებუნებრივი ფაქტის გამო შოკში ჩაცვევდნენ. ის გაცოცხლდა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ბიჭმა მამას უთხრა: მამიკო, თუ შეიძლება წყალი დამალევინე. მამამაც მიაწოდა წყალი. ბავშვმა მოსვა და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა. კვლავ მოკვდა. მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოში გააქციეს, თუმცა დიაგნოზი იგივე იყო. ის გარდაცვლილია. კვლავ რამდენიმე დღე გააჩერეს სახლში იმ იმედით, რომ ისევ გაცოცხლდებოდა, მაგრამ ამაოდ. ოჯახი ექიმებს უჩიოდა არასწორი დიაგნოზის დასმისთვის. მათ სასამართლოც მოითხოვეს და ჩატარდა ექსპერტიზა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ექსპერტიზამ დაადასტურა ექიმების მიერ დადგენილი გარდაცვალების დრო. ის ფაქტი, რომ ბავშვი წამოდგა, დაილაპარაკა და წყალიც დალიერ, ნამდვილად მისტიური მოვლენაა. დღეს ამით დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი.